გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11-ზე მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახოთ. პოლიტიკური ჯგუფების მიერ დაფინანსებული საპროტესტო აქციები, რას ყვება აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. პრიორიტეტული მიმართულებები თბილისის ბიუჯეტში, საკრებულო დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს. გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. პირველი ეპიზოდი 2022 წლის ოქტომბრის თვეში მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი ამერიკული დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. მეორე ეპიზოდი 2022 წლის თებერვლის თვეში ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კომპანია ექსპრეს სერვისი 2008-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1.500.000 ლარი. მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური კოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული კოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებებს აფინანსებდნენ. ხოლო კოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით დაახლოებით 1.365.000 ამერიკული დოლარი მიიღო. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედია საშუალებების დამფინანსებელი თაღლითური კოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედია საშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური კოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ. მეოთხე ეპიზოდი გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქრთამის აღების სანაცვლოდ მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს, ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა. ლილუაშვილი გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის მეორე ნაწილის გექვე პუნქტით და მესამე ნაწილის ექვე პუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა დაკავების მიზნით. ქართველი სამართალდამცველები ვაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას მისი ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის და მაქსიმალური პრევენციის მიზნით. გმადლობთ ყურადღებისთვის. პირდაპირ ეთერში ვუსმენდით გენერალურ პროკურორს დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილი, ვიდრე გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი დაიწყებოდა, სუსის ყოფილი უფროსი საგამოძიებო უწყებაში მივიდა. გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ოდის მოხდა თქვენი როცა გამიბარეს მოვედი და რა საქმესთან დაკავშირებით? არ ვიცი არაფერი. დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, არ ვიცი რა. რომელი სისხლის სამართლის საქმე არის? ვერ გეტყვი. ბატონო, გამორიცხავთ რომ შესაძლოა აქედან გამოსულ ბრალს ეკითხება. ცისნებაა ყველაფერი, რა შემოგვიძა. ვიცით რომ თან 11 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული. სამშენიერი. რა ეს ვარაუდობთ რა ვერ შეიძლება? გეტყვი. თვითონ იცი. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობის პერიოდზე და მოგვიანებით მის მიერ შექმნილი NGO-ს დაფინანსებაზე წერს შალვა პაპუაშვილი, მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში სახეზია ლომჯარიას მიერ გაკეთებული ყალბი დასკვნები. ერთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მეორე შემთხვევაში კი 2024 წლის არჩევნებზე. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა. ამ ადამიანმა სახალხო დამცველობისას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა შეადგინა, რომლითაც მისთვის სასჯელის მუხტის გადაბადებას მოითხოვდა და სასჯელისგან მისი სრული გათავისუფლების შესაძლებლობასაც ხედავდა. სწორედ მისი ყალბი დასკვნა აიღო საბაბად ბრიუსელმა, როდესაც ევროკავშირის ელჩი დემარშით გააგზავნა იუსტიციის მინისტრთან და სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოითხოვა. სახალხო დამცველის პოსტიდან წასვლის შემდეგ ნინო ლომჯარიამ შექმნა NGO, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო. კანონის დარღვევით ეს ფული საარჩევნო აგიტაციისთვის დახარჯა და ახლა უკვე 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა სრულ შეფასებები. სწორედ ასეთი ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა და რომ პოლიტიკური და ასევე ფინანსური კორუფციის მხილები შიში არის ის მთავარი მიზეზი, რომელიც ბრიუსელის მხრიდან გამჭვირვალობის კანონზე ასეთ წინააღმდეგობას განაპირობებს. ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მის წინააღმდეგ გავრცელებულ ცილის წამებაზე წერს ვიცე-სპიკერი, მის წინააღმდეგ აგორებულ ცრუ კამპანიას ეხმიანება. უკვე მეორე დააგორეს ეს სიგიჟე. პირველ ჯერზე დადასტურებულად უარყავი. ახლა მგონი არ ძღირს თავის მართლება, რომ მათ სტილში თავქარიანობა არ ჩამიდენ. იმე ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. დღეს გვაქვს ეკონომიკური სტაბილურობა. კიდევ უფრო გამართული და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები. გაზრდილი ტურიზმი, სტაბილური ბიზნეს გარემო და დღეს აქ თბილისის საკრებულოში უნდა დავამტკიცოთ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, გაზრდილი ბიუჯეტი, რაც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ განვახორციელოთ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც დავპირდით თბილისელებს. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, თბილისის ბიუჯეტზე, რომელიც არ არის უბრალოდ ციფრები. ეს არის გეგმა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს, მის მომავალს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა. თბილისი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. თბილისი არის ყველას ქალაქი. უფრო მეტიც, თბილისი არა მხოლოდ აქ მცხოვრები ადამიანების ქალაქი, არამედ საქართველოს გულია. მისი დედაქალაქი და მის ბედზე თანაბრადაა პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება არის გადაწყვეტილება,
რომელიც უნდა გვაერთიანებდეს. ეს არის საერთო მიზნებზე დაფუძნებული დოკუმენტი. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, დღეს გვექნება საქმიანი თანამშრომლობის სურვილით გამჭვალული დისკუსია. ვიდრე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე გადავალთ, შევეცდებით ძალიან მოკლედ შევეხო იმ უზარმაზარ და მასშტაბურ სამუშაოს, რომელიც 2025 წელს გასწია მუნიციპალიტეტმა. ჩვენ ვართ ვალდებული ჩავაყენოთ თბილისელების საქმის კურსში, რაში დაიხარჯა 2025 წლის ბიუჯეტი. ცხადია, ყველა პროექტზე გამიჭირდება აქ ვისაუბრო, თუმცა მოკლედ შევეცდები საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია გაკეთებულ საქმეებზე. ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია ურთიერთობა მოქალაქეებთან, ვიყენებთ ყველა პლატფორმას, ეს იქნება Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და ვესაუბრებით მოსახლეობას. ვაწვდით ინფორმაციას ყველა გაკეთებულ საქმეზე, განსახორციელებელ პროექტზე, არ გვერიდება საუბარი გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომელიც დღეს არსებობს. რაც შეეხება 2025 წელს შესრულებულ სამუშაოებს, დედაქალაქში განხორციელდა საგზაო სამუშაოების გზების ფართობი 1,83,774 კვადრატული მეტრი, მთლიანად იქნა განახლებული, მოწესრიგებული, რეაბილიტირდა 931 ქუჩა და გამზირი. 17 მილიონამდე ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა ნაგებობების გასამაგრებლად. 53 შენობა ნაგებობა. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ავარიული სახლები დედაქალაქში. გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოებას წარუდგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ ავარიული სახლების ჩანაცვლება. ცხადია, თუ იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და თანხმობა. პირდაპირ ეთერში უსმენდით დედაქალაქის მერს კახა კალაძეს. ეკონომიკის მინისტრი სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იგლ ჰილს ბელგრად ვატერფრონტში უმასპინძლა. ეს არის მასშტაბური ურბანული პროექტი, რომელიც სერბეთის მთავრობისა და კომპანია იგლ ჰილსის პარტნიორობით ხორციელდება. ბიზნესის 68%-ს იგლ ჰილსი ფლობს, ხოლო სერბეთის მთავრობა 32%-იანი წილის მფლობელია. ქართული პროექტის მსგავსად ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც თანხვედრაშია ქართულ პროექტთან, რაც ჩვენ დღეს ერთობლივად ვიხილეთ, მათ შორის განთავსების ობიექტების კომპონენტი, ისევე როგორც საცხოვრებელი სივრცეები, ასევე სავაჭრო სივრცეები, გასართობის სივრცეები და ძალიან ბევრი სარეკრეაციო სივრცე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა დიდი ინტერესი გვენახა თუ რამხელა ეფექტი და გავლენა ჰქონდა აღნიშნულ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი დადებითი შეფასება, მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გათვალისწინებით, ისევე როგორც დაახლოებით 9 მილიარდი ევროს ეფექტი ჰქონდა და გავლენა ჰქონდა სერბეთის ეკონომიკაზე. პროექტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ჩვენ ერთის მხრივ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოგვენახულებინა უკვე პროექტის დასრულებული მხარე, ისევე როგორც გვენახა მიმდინარე სამშენებლო პროცესი. საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ ბელგრადის სანაპიროს პროექტი, რომელსაც იგლ ჰილსი ახორციელებს. ეს პროექტი სრულად ცვლის ბელგრადის ამ ნაწილს. გვაქვს ულამაზესი კოშკი, რომელშიც განთავსებულია სასტუმრო, იქვეა სავაჭრო ცენტრი და მრავალი საცხოვრებელი კორპუსი, რომელთა მშენებლობაც მიმდინარეობს. ეს არის ის, რითიც პირველ რიგში ბელგრადის მოქალაქეები, ასევე ჩამოსული ტურისტები ძალიან ვამაყობთ, რადგან ჩვენი ქალაქი ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება და მეტ ტურისტს იზიდავს. ვხედავთ უძრავი ქონების სექტორის ბუმს. უამრავი ადამიანი სერბეთის მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს ამ უბანში. ძალიან ვამაყობთ და გვიხარია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მეგობრობა და თანამშრომლობა. ჯერა რომ თბილისის პროექტიც ძალიან წარმატებული იქნება და დიდ სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე მის მოქალაქეებს. შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დელეგაციასთან ერთად დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწევა. ქართულ დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი თურქ კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრას გამართას, განიხილავენ ქვეყნებს შორის სამართალ-დაცვის სფეროში არსებულ პარტნიორობას, მისი გაღრმავების პერსპექტივებს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებსაც ეწევა და ადგილზე გაეცნობა მათ სამუშაო სპეციფიკას და ინფრასტრუქტურას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოსდან გააძევეს, მათ შორის არიან ინდოეთის, თურქეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, კენიის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, სუდანის, სიერა-ლეონეს, იორდანიის და უზბეკეთის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე წელს საქართველოსდან ჯამში 1253 ადამიანია გაძევებული. გარემოს დაცვის სამინისტროში რუსთავის ჰაერის ხარისხზე იმსჯელეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის გამკაცრების შედეგად რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მსხვილი საწარმოების უმრავლესობას დალერგილი აქვს უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც რჩება, რაც ბოლო პერიოდში ქალაქში უსიამოვნო სუნით დასტურდება. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რუსთავში არსებულ ბიზნეს ოპერატორებს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და მათ საქმიანობის მონიტორინგის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს. შევთანხმდით, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტი გაინტენსიურებს კონტროლს ქალაქ რუსთავში არსებული საწარმოების ერთის მხრივ რომ დაიდენტიფიცირდეს აი მძაფრისუნის გავრცელების წყარო და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა საწარმოებს რომლებიც არ ასრულებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს მათ მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომები. ინტერესი რუსთავში მაღალია თუ როგორ მუშაობენ საწარმოები და რას აკეთებენ იმისთვის რომ მოხდეს გადაიარაღება თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. მთავარი შედეგი არის რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ აისახოს არც ერთი საწარმო საქმიანობა. რიგი საწარმოების მხრიდან გარკვეული გამოფრქვევის, ასევე კანონის დარღვევის ფაქტებიც შეინიშნებოდა. ჩვენ შევთანხმდით აქტიურად რომ გაგრძელდება მონიტორინგი სამინისტროს მხრიდან, რათა ეს პრობლემა უფრო კლებისკენ წავიდეს მომავალში. ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი საქმიანობის. რა თქმა უნდა, წარმოებამ უნდა იმუშაოს, ბიზნესმა უნდა იმუშაოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე. ამიტომ არ ვიშურებთ არც მატერიალურ სახსრებს, არც დროს, ენერგიას იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ჩვენ წარმოებაში. ფოთში 16 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქის სხვადასხვა უბანს მოიცავს და მისი განხორციელების ვადა 4 თვეა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქალაქისთვის დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსით ხორციელდება. ფოთში 16 ქუჩაზე დაიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. პროექტის აგზელობის ვადა არის 4 თვე და ქალაქის სხვადასხვა უბანში შესაბამისად მიმდინარეობს აქტიურად უკვე სამუშაოები. ჩვენ რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას და ჩვენი გეგმა არის რომ 4 წლის განმავლობაში სრულად მოვიცვლოთ მთელი ქალაქი საგზაო ინფრასტრუქტურის სრულყოფილად მოწესრიგების თვალსაზრისით. რუსთაველის თეატრში ანსამბლ მარგალიტის სოლო კონცერტი შეხვედრა საშობაოდ გაიმართა. კონცერტზე, რომელიც ანსამბლის 5 წლის იუბილეს მიეძღვნა, შესრულდა ხალხური და ქალაქური სიმღერები, ქართული საგალობლები და მსოფლიოში ცნობილი საშობაო სიმღერები. კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ანსამბლი მარგალიტი 5 წლის გახდა, ვლოცავ პირველ პატარა ესეც საიუბილეო თარიღს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის ესეთი გუნდები, ჯგუფები ვითარდებოდნენ, ემსახურებოდნენ ქართულ ხელოვნებას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ კულტურის სამინისტროსთან გააგრძელებენ თანამშრომლობას. დავასრულეთ კონცერტი სახელად შეხვედრა საშობაოდ. მარგალიტის მე-5 წელია უკვე საიუბილეოდ მიმდინარეობს სამსახელწოდებით კონცერტები. ძირითადად შევასრულეთ ქართული ტრადიციული სიმღერა-საგალობლები, საკომპოზიტორო სიმღერები და არანჟირებები ანსამბლისეული ვერსიები. კონცერტის ემოციებში ვარ. მადლობა მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს ამ მხარდაჭერისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე ჩვენთვის, იმიტომ რომ ანსამბლი მარგალიტი გახდა 5 წლის. მე მგონი მსმენელმა კარგად ასე ვთქვათ და ჩვენც კარგად ვისიამოვნეთ. პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს ამ წუთებში კომენტარს პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ შალვა პაპუაშვილს. კორუფციის მიმართულებით ქრთამის აღებას ყოფილი თანამდებობანი არის თქვენი გქონდა მას უმაღლესი თანამდებობა იკავა რა სიტყვით ამ საქმეზე. ზოგადად ხედავთ, როდესაც ხელისუფლება საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას გულისხმობთ კიდეც. ასე რომ სამართალდამცავი უწყებები მოწადინებული არიან
რომ მომართულიანიანი მისკენ რომ ამ ხრივ პოლიტიკურ თუ სხვა თანამდებობრივ საკითხებზე მნიშვნელობა არ ქონდეს, ასე რომ ხედავთ პროკურატურა, შინაგანსაკუთრების სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არიან ძალიან აქტიურად მოქმედებენ ძალიან აქტიურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი. ასე რომ გენერალურმა პროკურორმა დღეს დეტალურად ისაუბრა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია. შესაბამისად შინაარსობის საკითხებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პროკურატურა არის კომპეტენტური იმაზე, რომ ისაუბროს ყველა ამ თემასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ის დაპირება, რაც პრემიერ-მინისტრმა მისცა პარლამენტს და ხალხს, როდესაც ის არჩეული იქნა პრემიერ-მინისტრად, რომ საქართველოს კორუფციის სიმცირით საუკეთესო სამეულში შევა ევროპის, სწორედ ეს დაპირების ნაწილი არის ის, რომ კონდეს რაც შეიძლება აქტიური გამოვლინა მათ შორის კორუფციულ შემთხვევებში. თვითონ ფაქტი არის მძიმე, ხო? თქვენს თანაგუნდელს ეხება და აღმოჩნდა, რომ ეს კორუფციის ნაწილი იყო შოთაურის პირობსაც ედავებით. ეს პრემიერის განცხადება რაც არის, რომ იქნება შემწყნარებელი კორუფციის მიმართ, რამდენად ახსნადი არის სხვებისთვის, იმიტომ რომ კითხვები იქნება გუნდის მიმართაც, ხო, საზოგადოების ნაწილის მხრიდან, რომ სადიყო გუნდი მაშინ თუ ესეთი ფაქტები ხდებოდა. ამ ნაწილში რა შეგიძლიათ თქვა? იგი სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ მას აქვს უნარი, რომ მათ შორის თუ კი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცნობები, ესეც გამოავლინოს. ეს არის სწორედ სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი, რომელიც მათ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მათ შორის სამართალმცავ უწყებებში აქტიური ასე ვთქვათ კორუფციასთან დაკავშირებით აქტიური გამოვლენით და გამოძიებებით იქნა მიღწეული. ასე რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც საუბრობ ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას გულისხმობთ კიდეც. ბატონო შავა ამ თემას გავაგრძელებ. აი, ახლა როგორ აღმოჩნდა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში დაინახეთ ყველაფერი და ბოლო 1 წლის განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ პრემიერ-მინისტრს უკანონო შემოსავლები ჰქონდა, თავდაცვის მინისტრი ფულს იპარავდა და გრიგოლ ლილუაშვილს აგერ კოლ-ცენტრები ჰქონია, ხო? აქამდე არაფერი იცოდით ამის შესახებ? ანუ ბავშვების კვებიდან იპარავდა ფულს და ჰქონდა პრიუს კოლ-ცენტრები. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი? აქამდე საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ საკითხებზე? ის აზრით დღეს გენერალურ პროკურორმა ისაუბრა, მათ შორის ერთ საინტერესო დეტალზეც მიუთითებს და ალბათ თქვენც უნდა დაფიქრდეთ ამაზე, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. ასე რომ მე ამაზე დავფიქრდებოდი, თუ რასთან მქონდა საქმე, როგორც ჩანს, არა, ესეც გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ მათ შორის რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედიაც, როგორც ჩანს, დაკავშირებული ან შეთანხმებული იყო ასე დროს იმისთვის, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს. ასე რომ ეს საინტერესო დეტალი არის, რაზეც დღეს პროკურატურამ ისაუბრა, იმედია რომ კიდევ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით. მარტო ამ თემაზე აქცენტის გაკეთება არ გამოგივართ ბატონო შავა, იმიტომ რომ არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეთ ბოლო პერიოდში და ეს პირველი შემთხვევა არ არის და მხოლოდ ამ საკითხზე აქცენტის გაკეთებად ალბათ ვერ აარიდებთ თავს ამ თემაზე საუბარს. ანუ კორუფციაში იყო ჩაფლული მთელი ქართული ოცნების გუნდი, ბავშვების კვებიდან ფულს იპარავდნენ, რა ვიცი, კოლ-ცენტრებიც არსებობდა და აქამდე არავინ არაფერი არ იცოდით და ეხლა აღმოჩნდით ყველაფერი. ის თავად ის ფაქტი, რომ პროკურატურა, შინაგანსაკუთრების სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური ავლენს იმ ასეთ სავარაუდო კორუფციის შემთხვევებს, რომელიც სხვადასხვა მიმდინარე გამოძიებებით ჩანს, თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ხელისუფლება, როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამას გულისხმობს კიდეც და პირიქით ეს აჩვენებს თავად გუნდის სიძლიერეს და მოწადინებას, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინებები გუნდის შიგნით არ იყოს. ბატონო შავა, პარასკევს დაგისვით ეს მითქვა და დღეს აუცილებლად უნდა გაგიმეოროთ. გკითხეს, რომ ბიძინა ივანიშვილი იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კორუფციაში არიან ჩაფლული ადამიანები, ვინც თავად მოიყვანა ხელისუფლებაში, ვისაც თავად მისცა ძალაუფლება და ასე შემდეგ იქნება ეს ლილუაშვილი თუ დანარჩენები, ხო?
ეს ადამიანის პასუხისმგებლობაც ხომ არის, ივანიშვილის პასუხისმგებლობაც ხომ არის იმ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, აი კორუფციას რო ებრძვით. ხო, მის პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ? ან თავად ვერ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას? შეცდომა იყო მილუაშვილი და ეს ხალხი ივანიშვილის? კიდევ ერთხელ თავად ის ფაქტი, რომ ხდება გამოვლენა korupcიული შემთხვევებისა და ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი უწყებები არ ერიდებიან პოლიტიკურ პოზიციებს, თანამდებობებს და ასე შემდეგ, ადასტურებს იმას, რომ ერთის მხრივ რომ არანაირი მორიდება არ არის, ოდესაც საუბარია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მეორე, რომ დამოკიდებულება არის სერიოზული და როდესაც საუბრობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას გულისხმობთ კიდეც. თქვენ როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ის არჩეულ იქნა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარედ, თქვენ თუ გაიხსენებთ მის გამოსვლას პარტიის ყრილობაზე, აქცენტები, რომელიც მან დასვა, მათ შორის ეხებოდა კორუფციის საკითხებს, იმას რომ მნიშვნელოვანი არის რომ იმ პირობებში, როდესაც ხედავთ ჩვენ რომ მათ შორის მედია როგორც ჩანს და აი ამ გამოძიებით როგორც ჩანს არის ამასთან დაკავშირებით გარკვეული მტკიცებულებები, რომ რადიკალური ოპოზიციის მედიაც კი შერჩევით გაჩვენებას აწარმოებდა და შეკრული იყო სხვა ჯგუფებთან, როდესაც თავად რადიკალური ოპოზიცია ვერ ასრულებს რაღაც იმ როლს, რასაც ქვია რეალური ოპონირება, მნიშვნელოვანია რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული, ჩახედოს, იყოს ძალიან კონცენტრირებული იმაზე, რომ რაიმე მანკერი გამოვლენა გუნდის შორის გაიგოს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით საუბრობს ილონ მასკი, ამ თემაზე ერთ წუთში. ილონ მასკსა და მეყანწის შორის ძალიან რთული ავირჩიო რომელს უპასუხო. გოდი მაინც ილონ მასკს ვამჯობინებ და შემდეგ გალბატონ მეყანწიშვილს. ქსელზე საუბრობს ეს ადამიანი და ამბობს, რომ საუკუნის თაღლითობა არის, რადგან ისინი ფინანსდებიან კონკრეტული მთავრობების მიერ და იწოდებენ არასამთავრობოებად და გამოიყენებენ ისეთ საქმეებისთვის, რომელსაც თვითონ მთავრობები ვერ ახორციელებენ, რადგან უკანონოდ ჩაიწყებოდა. ზუსტად ის, რაზე ჩვენ საუბრობთ ამდენი ხანია და რატომაც ჩვენ ბრიუსელმა და მისმა წარმომადგენლებმა შეგურაცხეს რამის ანტიდემოკრატებად, ზუსტად ამას ამბობს დღეს ილონ მასკი და ამერიკის ხელისუფლება. რომ ეს არის ოქსიმორონი და ეს არის აბსოლუტური ყველაზე დიდი აფერა 21 საუკუნის არის ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან და შესაბამისად არიან მთავრობების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და თან ამოვიდოს უცხო მთავრობების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში. ასე რომ სწორედ ეს აფერა ამხილა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების და სწორედ ამიტომ ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მანკიერი სისტემისა და მე სხვა დროსაც თქვი და გავიმეორებ, ეგრეთ წოდებული NGO სისტემა ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა თავს მოახვია განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ეგრეთ წოდებულ ახალ დემოკრატიებს, თვითონ როგორც იარლიხს გვაკრავდნენ ხოლმე, რომ რაღაც ისა ვართ, რა ქვია, არასრულწლოვანი დემოკრატიები ვართ, ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიების წინააღმდეგ გააკეთა დასავლეთმა, ეს არის სწორედ NGO სისტემა, რომელთაც ჩვეულებრივად საკუთარი უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები ჩასვეს ყველგან, სადაც კი შეეძლოთ ჩაესვათ. ჩართულები იყვნენ კანონშემოქმედებაში, ჩართულები იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, ჩართულები იყვნენ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, ჩართულები იყვნენ მედიის საქმიანობაში, ყველგან არის უცხო ქვეყნის ხელისუფლებების საცეცები ჩანერგილი სხვა ქვეყნებში და სწორედ ეს თქვა კიდევ ერთხელ გაიმეორა ილონ მასკმა, რომ ეს არის აბსოლუტური ოქსიმორონი, რომ უცხო ხელისუფლებების, უცხო მთავრობების დაფინანსებულ ორგანიზაციებს უწოდო არასამთავრობო ორგანიზაციები.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთი ხელით იმართება ის ეკონომიკური დივერსია, რომელიც დღეს ხორციელდება ქართული ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციას, რომელსაც არ აქვს არანაირი რაიმე ნაკლი და ინვესტიცია, რომელიც მხოლოდ ასე ვთქვათ, ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას მოიტანს, რომ ამ ინვესტიციის წინააღმდეგ მოაწყონ ეკონომიკური დივერსია. იმართება ერთი ხელით და ვხედავ ჩვენ პრორუსი და პროევროპელი ყველა აღმოჩნდა ანტიქართველი. აი ეს არის მთავარი საკითხი, რაც საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს, რომ სწორედ ეს არის საკითხი, რომ როდესაც ერთიანდებიან ესეთი ერთმანეთის მიმართ ვითომ ანტაგონისტური ძალები, ერთი მეორეს პრორუსს ეძახის და მეორე პროევროპელს და ამაზე მიდის ასე ვთქვათ მთელი კონფლიქტი და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ საერთო დღის წესრიგი აქვთ, არამედ აქვთ ასევე საერთო ფინანსები, თორემ საიდან აქვთ ეს ფული ახლა რომ აფინანსებენ, საერთო ფინანსები აქვთ, ეს აჩვენებს, რომ ეს არის გარედან მართული ერთიანი კოორდინირებული თავდასხმა საქართველოზე, ქართულ ხალხზე, მის ინტერესებზე და ეკონომიკური დივერსია. ევროკომისიის ანგარიში ნახეთ, მწვავე არის კონკრეტული მოთხოვნები არის ბრიუსელის მხრიდან დაკნინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან, რომ შეწყდება ვიზო მინუსლა. ერთი ნაწილი ეს კონტექსტი უნდა გითხოთ, თქვენი პასუხისმგებლობის ნაწილში რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს სიკეთე არ დაკარგოს ქვეყანამ და მეორე მხრივ გუშინ გაიგვა, რომ ვიზო მინუსლის ანგარიში კორუფციის და ადამიანის უფლებების თავები ამოღებული იყო უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში. რატომ მოხდა ეს, რა რისი დამოვა ხდება თუ არ ხდება და ჩვენს კონტექსტში რას ნიშნავს ეს ყველაფერი? უპირველეს ყოვლისა, თავად უვიზო მინუსლის შეჩერების ეტაპებზე და ასე შემდეგ, რაც მიდის ახლა შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, სიმართლე გითხრათ, ცოტა არასერიოზული არის ის, რაც ჩვენ გვესმის. საუბარი იყო დიპლომატიური პასპორტებისთვის, ანუ თავარი მუქარა ახლა რაც არის, რომ დიპლომატიური პასპორტებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. ეს გადაწყვეტილება ჩვენ ვიცით, კარგი ხნით ადრე არის მიღებული და უკვე შეჩერებული არის და ვიზას იღებენ ის პირები, ვისაც აქვს დიპლომატიური პასპორტი. მეც, როდესაც გახდით ვიზიტით ბულგარეთში, ავიღე ვიზა, ასე რომ არ ვიცი, ისევე როგორც ვიზა ავიღე, როდესაც ბრიტანეთში წავედი ვიზიტით, როდესაც ირლანდიაში წავედი ვიზიტით. ეხლა ვიზა გვაჩვენებენ, ეს არის მთელი პრობლემა, რომ ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას. არ ვიცი, რაღაც ახლა უნდა წყევლა უნდა იყოს ვიზის აღება და ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ირლანდიისგან, ბრიტანეთისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან თუ რა ხდება. არის ვიზის საჭიროება, ავიღებთ ვიზას. ვისაც სჭირდება რომელიმე ქვეყანაში წასვლა, ვისაც აქვს ამისი საფუძველი, არავისთვის პრობლემა არ ყოფილა ვიზის აღება არასდროს. ასე რომ ერთი რომ ვიზა დიპლომატიური პასპორტებისთვის უკვე კარგი ხანი არის შემოღებული, ასე ვთქვათ და ეს დამოკიდებულება ხა ეს ასეთი შანტაჟი ქართულ ხალხს ალბათ იმიტომ არ ახდენს გავლენას, რომ ჩვენი საზოგადოებას ახსოვს თენგიზ ჩანტლაძის ერთ-ერთი სკეჩი, ალბათ თქვენს გახსოვთ, როდესაც დააპატიმრებენ რამდენიმე ახალგაზრდას და რომ ემუქრება, რომ ბევრჯერ დაგაპატიმრებო და ერთხელ დაგაპატიმრებ, ორჯერ და სამჯერ დაგაპატიმრებო. აი ამ დონეზე არის დღეს ბრიუსელი, რომ ერთხელ შეგვიწყვიტა, ორჯერ და სამჯერ და თვითქოს არ ყოფნის ახლა ერთხელ ნათქვამი, რომ ეს უვიზო მიმოსვლა შეჩერებულია დიპლომატიური პასპორტებისთვის. ასე რომ კიდე ერთხელ თავად ეს დამოკიდებულება აჩვენებს იმას, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლას რაღაც ასე ვთქვათ, საჩუქრად განიხილავ და ვიზას წყევლად განიხილავს, აჩვენებს საკუთარ თავზე უპირველეს ყოვლისა რა წარმოდგენა აქვს ევროკავშირს, რომ მათ მიერ ვიზის გაცემა წყევლა არის მთელი საზოგადოებისთვის, რომ იმდენად ბიუროკრატიული, კორუმპირებული, ზანტი საყავთ, რა ქვია, საელჩოებრივ საკონსულოები აქვთ, რომ ვიზის საჭიროება თუ იყო, მოგეთ გაგვაწვალებენ, დაგვტანჯავენ, გაგვყინავენ, სიცივეში დაგვაყენებენ, მათხოვრებად გვაქცევენ, რომ ვიზა მოგცენ. ამას ამბობენ საკუთარ თავს, ამბობს ახლა უპირველეს ყოვლისა, როცა ბრიუსელი ასეთ შანტაჟს ეწევა, რომ ისეთი ცუდები ვართ, რომ ახლა ვიზას თუ შემოვიღებთ, თქვენ იქნებით გაწვალებული, გატანჯული და ასე შემდეგ. მაშინ რა მაგას ვამბობ, ახლა ირლანდია გვტანჯავს, ბრიტანეთი გვტანჯავს. ირლანდია გვტანჯავს, ბრიტანეთი, ანუ ირლანდია გვტანჯავს, ბრიტანეთი გვტანჯავს, ამერიკა გვტანჯავს, თუ ვიღაც გვინკტანჯავს. ამიტომ ეს ერთი. ანუ მოგურეთ მე იმის თქმა მინდა რომ
დიპლომატიურ პასპორტებს რაც შეეხება, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია კარგ გახსნით ადრე. ეს ხელახლა ამ თემის ახლა წამოწევა და თითქოს ახლა კიდე რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. უბრალოდ სასაცილო არის ეს ერთი. და თავად კითხვას რაც შეეხებოდა კიდე მის მეორე ნაწილს იყო, ხო, რაც შეეხება ხომ შეფასებას. ესეც ხო აჩვენებს აბსოლუტურ ფარისევლობას ბრიუსელის. ანუ ანგარიში, რომელიც შეეხება ყველა იმ ქვეყანას, სადაც არის უვიზო მიმოსვლა, 60 ქვეყანაზე მეტი არის და ყველგან საუბარი არის, თავები არის და სტრუქტურა აქვს ყველა ამ ანგარიშს, სადაც არის ცალკე თავად არის გამოყოფილი კორუფციის საკითხები, ცალკე თავად ადამიანის უფლებების საკითხები და ყველა ქვეყანაზე არის და რატომღაც უკრაინაზე და მოლდოვასთან ამოღებულია ეს თავები კორუფციასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით იმ ორ ქვეყანასთან, რომელშიც ეს პრობლემა განსაკუთრებით ჩანს. შეგახსენებთ უკრაინაში ახლახან კორუფციულ სკანდალებს, რომელიც უკრაინაში მოხდა და შეგახსენებთ იმას, რომ ეს მხილებები, რაც ბოლო პერიოდში ქონდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართული იყვნენ კორუფციაში, მოხდა არა უკრაინის შიდა, ასე ვთქვათ, მოკლებებით, არამედ იყო გარედან ჩარევით და ნაბუს ამ ღონისძიებებში პირდაპირ იჯდნენ უცხოელები, რომლებიც მჩხრიკებსა და გამოძიებაში მონაწილეობას იღებენ. ასე რომ დღეს უკვე უკრაინას აღარავინ აღარ ეკითხება, ვის დაუჭერენ, ვის არ დაუჭერენ, რა საქმეს გახსნიან და რას არ გახსნიან, ეს ერთი. მეორე, ადამიანის უფლებთა იგივე შეეხება მოლდოვას, რომელიც კორუფციის მხრივ სადგას ყველა რეიტინგებში, ყველამ კარგად იცის. და მეორე, რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ერთ და მეორე ქვეყანაში ტელევიზიები დახურეს, რომელიც მათ არ მოსწონდათ და პირდაპირ დახურეს. როგორც უკრაინაში 20 ტელევიზია ფაქტობრივად ერთი არხი მუშაობს და ერთი ბადი არის და იგივე არის მოლდოვაში და ასე შემდეგ. ახლა ყველა ის ხო, რა თქმა უნდა მიაკრობენ იარლიქს პრორუსულს და ვისაც მიაკრავ პრორუსულის იარლიქს და ააკრავ ამას, შეიძლება დახვრიტო კიდევაც. ეს არის დღეს პროევროპულობა ამას გულისხმობს დღეს, რომ თუ ვინმეს მოცილება გინდა, დაუძახე რუსი და მე მოკალი თუ გინდა ის ადამიანი, ეს არის დღეს ევროპული ღირებულება. სტატუსთან დაკავშირებით კითხავთ, რასაც ისაუბრეთ, არასამთავრობოებთან დაკავშირებით ლომჯარიას ნაწილში, კონკრეტულ სქემას საუბრობთ, რა სქემით მოიპოვება დაფინანსება, რა შეგიძლიათ ამ თემაზე? ხო, რა გითხრათ, ესე იგი ხო, სააკაშვილის მოწამვლიდან აქციის მონაწილეების მოწამვლამდე ხედავთ ორ ყალბ კამპანიას. ხა ეს ადამიანები ქიმიასთან რომ მარცხდებიან ყოველ ჯერზე, მე მგონი ჯობია რომ რაღაც სხვა გზას დაადდნენ, იმიტომ რომ როგორც სააკაშვილის დროს გვახსოვს ის დასკვნა კი არა, ნობელის პრემიის ლაურეატები ჩამოიყვანეთო, იმას გვეუბნებოდნენ. დაგვადგა მთელი ბრიუსელი, მთელი ელჩები მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს რომ კვდება ადამიანი, მორჩა, მოწამლე თქვენ კლავთ და გადმოგვეცით ახლა ჩვენ. აი ასეთ სიყალბეს უყურებდით ესე შვიდაც გარკვეულწილად. პირდაპირ თვალში გვიყურებდა ბრიუსელის, ელჩების ყველა და თვალში გვიყურებდნენ და გვატყუებდნენ რომ სააკაშვილი მოწამლეს, მას ტანჯავენ, ზელენსკი გამოვიდა და 9 ცრემლები ღვარა როგორ აწამებენ სააკაშვილის ციხეში. მაია სანდუ გამოვიდა და წელიწადში ერთხელ გავახსენდებით ხოლმე რატომღაც არ ვიცი და იმანაც ცრემლები ღვარა სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით პრეზიდენტებს ალაპარაკეს ტყუილები, ხო წარმოგიდგენიათ რა ტიპის და რა ძალების კოორდინირება მიდიოდა ამ ყველაფერზე, ხა ლომჯარია და NGO-ებზე, ხა ეს ასე ვთქვათ წვიმანი პაიკები არიან, ხო? მაშინ იყო მთელი კამპანია და სახალხო დამცველს. სახალხო დამცველმა დადო ყალბი დასკვნა რომ თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთი, რომ არის მოცემულობა სამართლებრივი, რომ მოხდეს მისი პატიმრობის გადავადება. და იქვე თქვა, რომ ეს ბოლომდე ვერ ვიკვლიო და რაც მხარეს აქვს წარმოდგენილი, იქ ჩანს, რომ საერთოდ უნდა საჯელისგან გათავისუფლდესო დიდი ალბათობითო და სასამართლოსაც კი მიმართა რომ მომხდარიყო მისი გათავისუფლება. აიღო ეს ყალბი დასკვნა ევროკავშირის ელჩმა, ამ ყალბი დასკვნით მივიდა იუსტიციის მინისტრთან დემარშით, დიპლომატიური დემარშით მივიდა და უთხრა იუსტიციის მინისტრს, რომ ახლა გადმოგვეცით სააკაშვილი ევროპაში, იმიტომ რომ თქვენ კვდება ეს ადამიანი. რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლო თქვა, რომ ეს იყო აბსოლუტური აფერისტობა, რასაც ჩვენ მაშინ რაც ნახეთ ჩვენ ევროპელების, მათი დაფინანსებული NGO-ების მხრიდან, რომ პირდაპირ მთელი ერი 4 მილიონი ადამიანი
ასე ვთქვათ, წარეთ მოგვატყუეს, როდესაც საუბრობდნენ, რომ თითქოს იყო რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები. აი, მოქმედი ევროკავშირის ელჩი იყო ამას ჩართული და რაც შეეხება მაშინდელი სახალხო დამცველი, რომელმაც ყალბი დასკვნით ეს მოითხოვა. შემდეგ, როდესაც ამოეწურა ვადა სახალხო დამცველობის, ჩამოაყალიბა NGO და გარდასულა რამდენიმე კვირაც მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბდასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, მიიღო როგორც ჩანს ეს იყო მის ჯილდო, რომელიც მან დაიმსახურა თავისი ყალბი დასკვნებისთვის, მიიღო მილიონობით დაფინანსება. ეს დაფინანსება შენი გამოიყენა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, გახსოვთ 2024 წელს, პირდაპირ აგიტაციაში იყო ჩართული და ანტიკორუფციულ ბიურო მოკვლევაც კი დაიწყო ამასთან დაკავშირებით მაშინ და შემდეგ დამარცხდა თავად არჩევნებში, ასევე ცრუ შეფასებები აკეთა არჩევნებთან დაკავშირებით. ასე რომ პირდაპირ ჩანს ვინ უკვეთავს მუსიკას და ვინ არის ის მუსიკოსები, რომელიც ასრულებენ ამ დაკვეთილ ნატოს დიაკარის პოლიტიკას როგორ აფასებდეს არის როგორ ელოდებით რომლებიც სამმალოდ განვითარება საგარეო პოლიტიკის კუთხით და პრემიერმა ასევე ისაუბრა რომ ვიზა ლიბერალიზაცია ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ამ ადგილში, თუმცა ხდებიან რომ რევოლუციას ვერ მოწყობენ საუბარი არის აქციის მონაწილეებს, აი ზოგადად რომ ისაუბროთ და ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილზე. საგარეო პოლიტიკას დაჩეხა მე გუშინაც ვისაუბრე ელჩების კონფერენციაზე, რომ ჩვენ კაფეოდ ხედავთ, რომ ის უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა, რომელიც არსებობდა, ჩამოშლილი არის და ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს დგას მათ შორის საქართველოს წინაშე. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით უკრაინაში მშვიდობის დამკვიდრება რა გეოპოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იქნება და ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი გამოწვევებისთვის, რაც ჩვენ ქვეყანას შეიძლება გქონდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს პროევროპულობა, პრორუსულობა ან პრორაღაცობა საქართველოს არ სჭირდება. დღეს საქართველოს სჭირდება პროქართულობა. და ამან გადაგვარჩინა ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ რომ ყოფილიყავით პროევროპულები იმ გაგებით, რომელიც რასა იუკნევიჩიანეს აქვს, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ომით დანგრეული ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ უნდა დავყოლოდით ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც მოდიოდა ბრიუსელიდან, რომელიც ახლაც ამოვიკითხეთ ბოლო ანგარიში, რომ ითხოვენ ჩვენთან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით სრულ თანხმედრას, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით სრულ თანხმედრას და სრული თანხმედრა გულისხმობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. და სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით ორიენტირებული არა ევროპულ დღის წესრიგზე, არა რუსულ დღის წესრიგზე, არა რომელიმე სხვა დღის წესრიგზე, არამედ ქართულ დღის წესრიგზე, ამან გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრობა. და ეს არის დღეს მთავარი ამოცანა ჩვენი პოლიტიკისა, რომ ამ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელიც უბრუნდება თავის იმ საწყისებს, სადაც არა მათ შორის ყალბი ღირებულებებით ხდება და ფსევდოღირებულებებით ან ღირებულებებზე ყალბი აპელირებით ხდება, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების თავსმოხვევა, არამედ ყველამ დაინახა, რომ რეალურად არის საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც იწარმოება განსაკუთრებით დიდი ქვეყნების მხრიდან, აი ამ ტურბულენტურ გარემოში, ამ გაურკვევლობაში, ამ შეშლილ სამყაროში ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს და რაც ჩვენ ისტორიულად ჩვენი გზამკვლევი იყო ხოლმე, ეს არის ჩვენი ქართული ეროვნული ინტერესები და ეს იქნება ჩვენი გზამკვლევი მომავალშიც. პირდაპირ ეთერში უსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს. შეძე დასრულებულია ეთერში დაბრუნდებით 14 საათზე. დროებით.